ეს განცხადება გააკეთა ამ სასულიერო პირმა გუშინ გამართულ ძალადობრივ აქციაზე და საკუთარ თავს წარმოგვიჩენს როგორც ოპოზიციონერ აქტივისტს. ჩვენი იყო ბოლოს პრეზიდენტის შენობა ესე ბრძანებს. და ახლა ჩვენ გვაინტერესებს. მე პირადად მაინტერესებს როგორც ერთ მართლმადიდებელ ქრისტიანს და მინდა ვთხოვო ჩვენს წმინდა სინოდს, ჩვენს მაღალ იერარქიას, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ პიროვნების საკითხის დაყენება და კითხვებზე პასუხის გაცემა. ისევ სასულიერო პირი ბრძანდება თუ დაუტევა თავისი სამღვდელო ხარისხი და ოპოზიციონერი აქტივისტი გახდა, თუ რომელ პარტიაში შევიდა, რა არის მათი ნომერი, თუ ისიც აგვიხსნას პატივდებულმა არქიმანდრიტმა ქრისტემ ხომ არ მოუწოდა რომელიმე პარტიაში გაწევრიანებისკენ და რომელ პარტიას უჭერს ჩვენი უფალი, ჩვენი მხსნელი და მესია, ჩვენთვის ჯვარცმული ხარს და იქნებ ჩვენს მართლმადიდებელ ქრისტიანებს მოგვეცეს ეს შესაძლებლობა იმისა, რომ არჩევნებში სწორი პოზიციები დავაფიქსიროთ ხოლმე მომავალში. აი ეს კითხვები ძალიან გვაწუხებს ჩვენ და ეს ძალიან დიდი პრობლემა არის ჩვენ წიაღში. როდესაც ვხედავთ აშკარად, რომ ეს პიროვნება უკვე დიდი ხანია გაცდა მართლმადიდებელი მღვდლის ჩარჩოებს და გადაგებს ისეთ რამეს, რასაც ვერც სახარებაში ვიპოვით, ვერც მამათა ნაშრომებში და ასე შემდეგ, ხო? და ძალიან საინტერესოა მისი პასუხი რა იქნება საერთოდ. რატო აკეთებს ის ამას? რატო აცდენს ამდენ ადამიანს? რატო აყენებს ზიარებას ეჭქვეშ? რატო აყენებს სახარების ავტენტურობას ეჭქვეშ? და კიდე მრავალ საკითხს, ყველაფერს რატო აყენებს თავდაყირა ჩვენს ეკლესიაში და ამას აკეთებს ისე წარმოაჩენს თითქოს მოქმედებს კურთხევით, პატრიარქის კურთხევით, თითქოს თითქოს კი არა ისო ჩემი მღვდელმთავარი არ არის მეფე სტეფანეზე ამბობს და იქ მამა ანდრიასთან როცა იყო შეხვედრაზე და მამა მიქაელ ბოტკოველი ბრძანდებოდა კიდევ იქ ჩანაწერში ჩანს რომ იქეთ პირიქით აქეთა აქვს რაღაც კითხვები და რაღაც შეტევაზე გადმოდის აი არ ვიცი არ მისმის ანუ მე მჯერა რომ ეს ყველაფერი ისე გადაწყდება როგორც შეეფერება ჩვენს მართლმადიდებელ სარწმუნოებას და ჩვენს დედა ეკლესიას ღირსებას როგორც შეეფერება ესე დალაგდება ყველაფერი მაგრამ აი რაღაცნაირად ჩვენ მე ვხელავთ იმაზე რომ ის ბევრ ადამიანს აცდენს გზას სწორ ჭეშმარიტ გზას აცდენს და იქ როდესაც მიდის იმ აქციებზე სადაც ის პარტიები და ის ხელმძღვანელი ის უცხო ძალები უცხოეთიდან მართული ძალები ხელმძღვანელი ამ ძალადობრივ აქციებს სადაც პოლიციელებს სემენ თავს ეხავენ სასიკვდილოდ იმეტებენ და ასე შემდეგ და ის როდესაც იქ მიდის და მათ როგორ თქვა ამართლებს მათ პოზიციებს და ხიფში აგდებს ამ საზოგადოებას მან ამ პიროვნებამ ამ სასულიერო პირმა იქ ნიადაგი ჰპოვა რა თქმა უნდა მის ამ ცდომილ და არასწორ სწავლებებს ეკლესიაში არავინ არ გაიზიარებდა თუ ვინმეს რაღაც არ მოხიბლავდა მართლას და არ მუსხავდა და ასე შემდეგ და არ ჩატენიდა თავში ამ ცდომილ აზრებს მაგრამ იქ ახლა იმ სადაც საზოგადოებას არ ვამცირებ უბრალოდ სადაც გაუცნობიერებელი სულიერად საზოგადოება იმყოფება აი იქ პოვა ნიადაგი და ძალიან დიდი მიცი სარგებლობს პატივით იქ და ძალიან ეფექტურად იყენებს აი საკუთარ თავზე მორგებულ სახარებას წმინდა წერილს თავის სამღვდელო ხარისხს ხან ოპოზიციონერი ვარო ეძახის ჩვენი იყო ეს შენობა და მოკლედ ძალიან ღრმა თემაა არ ვიცი რა ვთქვა შენდობას გთხოვთ რაღაცნაირად მყადნიერებ და მოგმართავთ პირდაპირ მინდა მიმართო ჩვენ მაღალ იერარქიას რომ ეს საკითხი რაც შეიძლება მალე დაგვარკვიეთ რა ხდება რა